ჩვენთან მდინარე აჭისყალზე 5 წლის წინ შემოვიდა ქვაღორღის მომპოვებელი 5 კარიერი და მაშინ მახსოვს მე გვერდით დამიდგა სოფელი და სოფელმა ერთად აღგრძალეთ ესე თქვათ, იმიტომ რომ არის ადგილები, სადაც არც მოპოვება შეიძლება, არც ჰესების მშენებლობა შეიძლება და ასე შემდეგ. ეხლა უკვე ეს არის კვაჭალათის უბანი, აგერ დასახლებული პუნქტი და დასახლებული პუნქტიდან 100 მეტრში უნდა ამოქმედებულიყო ცემენტის საწარმო. და როდესაც ამ პროექტის შესახებ ესე თქვათ ნახე ეროვნული სააგენტოს გვერდზე, რა თქმა უნდა ეს ვამცნე სოფელს და პირველი ესე თქვათ სკოპინგი საჯარო განხილვა სანამ ჩატარდებოდა ეს ინფორმაცია ეკოს Facebook გვერდით გადავარჩინოთ გურის მდინარეები რა თქმა უნდა გავაჟღერე დაუკავშირდი ადგილობრივ მედიას რა თქმა უნდა ლიხაურის მოსახლეობას და უკვე ეს მოსახლეობა იყო ინფორმირებული და ძალიან მაგრად დახვდნენ ამ სკოპინგის ესე თქვათ საჯარო განხილვას მაგრამ სამინისტრო მაინც გადაიყვანდა ამას მეორე ეტაპზე მიუხედავად იმისა რომ იმ შეხვედრაზე ლიხაურებმა სასტიკი წინააღმდეგობა გამოთქვეს მერე ხდებოდა რაღაც დაძალებები მოსახლეობაზე დაშინებები რომ ეს ყველაფერი მოგვარებულიყო რა თქმა უნდა კომპანიის სასარგებლოდ და შემდეგ გავაკეთეთ ესეთი რაღაცა რომ სოფელში ესე თქვა სოფელში შეგროვდა ხელწერები 1000 ხელწერა მიტანილი იქნა საკრებულოში მერიაც ესე თქვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საქმის კურსში ჩავყენეთ რომ სოფელი ლიხაური არის ტურისტული ზონა და აქ მსგავსი ესე თქვა საწარმოს მშენებლობა არის ყოველად დაუშვებელი გარემოსთვის იმიტომ როგორც ვიზუალური დაბინძურება მოხდებოდა სოფლის ასევე ჰაერის და რა ვიცი ყველაფერი და მით უმეტეს ესე დასახლებულ პუნქტში ეს წარმოუდგენია ანუ ზოგადად ინვესტიციის და ესე თქვა წინსვლის და პროგრესის წინააღმდეგი სოფელი არ არის მაგრამ სოფელს აქვს მისი მიმართულება ამიტომ ძალიან მაგრად დადგა როგორც კვაჭალათის მოსახლეობა ასევე მთელი სოფელი ჩავწერეთ ვიდეო მიმართვები ეკომ გააგზავნა ჩემ ორგანიზაციამ ესე თქვა სკოპინგის ესე თქვა შენიშვნები და რეკომენდაციები. მოგერ კომპანია მიხვდა რომ სოფლისგან ექნებოდა დიდი წინააღმდეგობა, მიიღო გადაწყვეტილება რომ აღარა ამოქმედოს აქ ცემენტის საწარმო, ანუ პროექტი არ გადავიდა გეზეშეს ეტაპზე, გარემოს ზემოქმედების შეფასების ეტაპზე და სხვა ტერიტორიაზე, ანუ ლიხაურიდან მიდიან რა. როდესაც არის ერთიანობა, სოფელი ყველაფერს უყურებს პროგრესულად და მას აქვს განვითარების სხვა მიმართულება და არის ესე თქვა ერთსულოვნება, სამოქალაქო აქტივიზმი, გონიერება ყოველთვის დებს შედეგს და ამის ნათელი მაგალითი თუნდაც ის კარიერების მოშტობა იყო მდინარე აჭისყალზე და ასევე სოფელმა აიცილა თავიდან ცემენტის საწარმო.